პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ ამ თემაზე ისევ და ისევ არის ცდილობა რეალური პრობლემებიდან ყურადღების გადატანის. მე მინდა საზოგადოებამ იცოდეს სამი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი ამ თემასთან დაკავშირებით. პირველი არის ის, რომ ყველა შემთხვევაში საუბარია ადამიანების უსაფრთხოებაზე და არა პირუტყვის უსაფრთხოებაზე. მხოლოდ ადამიანების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ვახდენ ჩვენ რეაგირებას. მეორე ძალიან მნიშვნელოვანი. ყველა შემთხვევაში არის დადასტურებული ფაქტები. მე ერთი კონკრეტული ფაქტი ავიღე, სოფელ საბუეს მოსახლეობა ყვარელში 21 კომლი წერს, რომ დათვის შემოსევები გახშირდა და ისინი ვერ უმკლავდებიან დათვს, სახში უვარდებათ და ითხოვენ რეაგირებას. ეს არის მოსახლეობის წერილი, რომელსაც ადასტურებს თვითმმართველობა, რასაც შემდეგ ექსპერტიზა, რომელიც გავიდა ექსპერტი ადგილზე, შეისწავლა ყვალი, შეისწავლა დაზიანებები, წერს, რომ ეს დათვი კონკრეტული დათვი არის ადამიანის სიცოცხლისთვის საშიში. შესაბამისად, ასეთი დასკვნების საფუძველზე ხდება გადაწყვეტილების მიღება და მესამე ძალიან მნიშვნელოვანი. როდესაც საუბარია იმაზე, რომ ვიღაც ამ ფაქტებს იყენებს ნადირობისთვის, ეს არის ძალიან არასერიოზული, რადგან მთავრობამ სწორედ ამიტომ აიყვანა წითელი ნუსხის სახეობების გარემოდან ამოღების თემა საკუთარ კონტროლზე, რომ არც ერთი ინდივიდუალური გადაწყვეტილება არ განხორციელდეს, უშუალოდ მთავრობა ახორციელებს ამ თემაზე კონტროლს. და არა მარტო ჩვენ პირველად პრაქტიკულად 2014 წელს დავიწყეთ წითელი ნუსხის სახეობების განახლების პროგრამა, რაც მანამდე 10 წლეულების მანძილზე არ ყოფილა საქართველოში და შესაბამისად არათუ შემცირება ჩვენ რეალურად ამ პროგრამის განხორციელებით ველით წითელი ნუსხის სახეობების განახლებას და გამდიდრებას გამრავალფეროვნებას საქართველოში. პირველ რიგში, რაც შეეხება მოსახლეობის რეკომენდაციას, მინდა გითხრათ, რომ დღეს ყოველგვარი მთავრობის ჩარევის გარეშე თუ თავდასხმას აქვს ადგილი მოსახლეობაზე, ნებისმიერი ადამიანი უფლებამოსილია თავი დაიცვას. და ეს არის კანონის ფარგლებში. თუმცა ბუნებრივია გაცილებით უკეთესია, როდესაც ჩვენ გვაქვს საშუალება მონიტორინგი განვახორციელოთ, რეალურად ექსპერტულად შევაფასოთ, არის თუ არა გარეული ცხოველი, თუნდაც წითელ ნუსხაში შეტანილი საზოგადოებისთვის და ადამიანისთვის საშიში და ისე მივიღოთ გადაწყვეტილება. და მესამე, იმისთვის რომ საზოგადოების წევრებმა არ ჩათვალნონ, რომ აქ საუბარია რაიმე მასიურ შეტევაზე, არა მარტო დათვებზე, ნებისმიერ აბსოლუტურად წარმომადგენელზე გარემოსი, საუბარია ასეთ რაღაცაზე. ჩვენ ყველა შემთხვევაში ვახდენთ იდენტიფიცირებას. ყველა ხელშეკრულებაში წერია ჩასაფრება, რაც გულისხმობს იმას, რომ იდენტიფიცირება უნდა მოხდეს, რომ რეალურად თავდასხმელი არის ესა თუ ეს ცხოველი. დათვი ეს თუ თავდასხმელია, მხოლოდ ამ შემთხვევაში ეძლევა ჩასაფრებულ მონადირეს, რომელიც ხელშეკრულებით არის დაქირავებული, მისი ლიკვიდაციის უფლება და გარემოდან ამოღების. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. მოსახლე განახორციელებს ამას. თვითმმართველობა ქირაობს სპეციალურად მონადირეს, რომელსაც მხოლოდ იდენტიფიცირების შემთხვევაში, რომ ეს ნამდვილად თავდამსხმელი ცხოველია, აქვს მისი ლიკვიდაციის უფლება. ანუ არავინ არ მიდის ტყეში, არ მისდევს ნაყვალებს და არ ცდილობს იდენტიფიცირებას, ეს ნამდვილად ის დათვია, ის მგელი იყო თუ არა, რომელიც იყო ჩამოსული. თუ ჩამოვიდა და კიდევ ერთხელ მოხდა მისი ვიზუალიზაცია, ვიზუალური იდენტიფიცირება, მხოლოდ ამ შემთხვევაში მოხდება მისი გარემოდან ამოღება. და ძალიან მნიშვნელოვანი, არასწორია საზოგადოების, არ ვიცი მიზანმიმართულად, არ ვიცი შეუგნებლად შეცდომაში შეყვანისმცემლობა, როდესაც ამბობენ, რომ დათვების ლიკვიდაცია. ყველა შემთხვევაში, როდესაც ხდება არის თითო დათვზე საუბარი, ანუ თითო რაიონში ჩვენ პრაქტიკულად დღეის მდგომარეობით აი ასეთი მომართვების საფუძველზე მხოლოდ 3 დათვის გარემოდან ამოღების ნებართვა გაცემული და კიდევ ერთხელ ვაპარაკობ ამავდროულად გარემოს ახალი პროგრამები, განსაკუთრებით წითელი ნუსხის განახლების პროგრამა, განსაკუთრებით დაცულ ტერიტორიებზე მონიტორინგის გაძლიერება არსებითად უწყობს ხელს დათვების პოპულაციის გაზრდას და ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებთ, რომ ნადირობა რეალურად განხორციელდეს. როდესაც აგრესიულია მხეცი, იქნება ეს წითელი ნუსხის თუ არა წითელი ნუსხის, უნდა მოხდეს მისი გარემოდან ამოღება. ეს არის საერთაშორისო პრაქტიკა.